ბრიტანელი ჟურნალისტი ჯეიკ ტაპმენი ნორიოს საველე ბანაკიდან სპეციალურ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც NATO Channel TV-ზე აიტვირთება. ძირითადი თემები ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები, კონკრეტულად კი ნატოს საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობაა. დანაყოფი მალე ნატოს სამშვიდობო მისიაში ჩაერთვება. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობამდე სამხედროების სპეციალურ სწავლებებს გადიან. საქართველოში მეორედ ვარ. პირველად რეპორტაჟი Agile Spirit-ის შესახებ მოვამზადე. სამხრეთ ოსეთზეც მოვამზადე რეპორტაჟი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პოლიტიკური სიტუაციის გაცნობა და ამ რეპორტაჟებზე მუშაობა. ამჯერად საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე სამუშაოდ ჩამოვედი. რეპორტაჟს ასევე ვამზადებ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ნატო საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ძალიან საინტერესოა ადგილზე გაეცნო ვითარებას. დაინტერესდნენ თუ რას ნიშნავს ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნების ცენტრი, რას ვთავაზობ ჩვენ ნატოს და რას ვთავაზობს თქვათ ნატო ჩვენ საქართველოს, გავაცანით ჩვენი წვრთნისა და შეფასების კონცეფცია, რომ წვრთნები განხორციელდება ნატოს ინსტრუქტორებთან და ნატოს ოფიცრებთან ერთად. საველე ბანაკში მოსვლამდე ბრიტანელმა რეპორტიორმა კრწანიშში მოქმედი სიმულაციური სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ქრისტიან ემაუსმა და ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის მეთაურმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ბრიტანელ რეპორტიორს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციები დეტალურად აუხსნეს. რეპორტიორს ჩვენ წარმოდგინეთ ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის კონცეფცია. ვანახეთ სიმულაციების ცენტრი და აუხსენით თუ როგორ არის მორგებული სიმულაციების ცენტრი ამ კონცეფციას. ცენტრს ასევე გააჩნია საველე სწავლებებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. ჩვენი პრეზენტაციის მიზანიც ეს იყო. აგვეხსნა სრული კონცეფცია და წარმოგვედგინა სხვადასხვა სწავლებების მაგალითები, რასაც წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ვახორციელებთ. რეპორტიორი ჯეიკ ტაპმენი სპეციალურად NATO Channel TV-ისთვის ამჯერად რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტს მოამზადებს. ბრიტანელი ჟურნალისტი უკვე შეხვდა თავდაცვის მინისტრ თინა თინხიდაშვილს და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რეპორტაჟებისთვის საჭირო მასალები კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გადაიღო. შესაძლებლობები, რომელიც ქართულ სამხედროებს აქვთ, მართლაც რომ ფანტასტიკურია. გარკვეული დროის წინ ავღანეთში მომიწია მუშაობამ და იქ ქართულ სამხედროებს შევხვდი. საერთოდ, ქართულ სამხედროებზე მხოლოდ ერთი თქმა შემიძლია. ისინი ძალიან კარგად მომზადებულები, მოტივირებულები და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მოწოდებულები არიან. ბრიტანელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული სპეციალური რეპორტაჟები NATO Channel TV-ს ოფიციალურ საიტზე უახლოეს დღეებში განთავსდება.